გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, დრო მიდის და ჩემი კითხვების რაოდენობა არ მცირდება. პირიქით მატულობს. ისევ და ისევ ბევრი რამ, რაც ჩვენსას ხდება, ჩემში გაკვირვებას იწვევს და ალოგიკური მეჩვენება. ალბათ მარტო არ ვარ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში. ეხ, სრულიად არ მესმის მაგალითად ჩვენი საინფორმაციო არხები დაჟინებული სიბეჯითითა და სიჯიუტით თავენ ყოველდღიურ გამოშვებაში რომ გვამცნობენ თუ რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ვის შეხვდა, რა ილაპარაკა და მომავლის რა გეგმები აქვს დასახული ამ სანდომიან ქალბატონს. რაში უნდა გვაინტერესებდეს სალომე ზურაბიშვილის მომავლის გეგმები, მეგობრებო, რა პოტენციალი გააჩნია სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში აქეთ გორასაც იხლიკრას, იქით მდინარეს კალაპოტი შეუცვალოს. 31 მარტის თავშეყრამ უკვე გასცა ამაზე პასუხი, მაგრამ ეთყობა ბოლომდე არა, რადგან გარეთ უკვე აპრილია და სალომეს ნაბიჯები გამადიდებელი შუშით განიხილება. როცა სალომე პრეზიდენტი იყო, უბრალოდ ზიც პრეზიდენტი, მაშინაც მისი მისვლა-მოსვლა ქვეყნისთვის სრულიად დეკორატიულ ხასიათს ატარებდა. მაშინაც მას მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები ევალებოდა. ეს ჩემი მოგონილი არა, ეს მის სამსახურეობრივ მოვალეობებში იყო გაწერილი. ერთადერთი თუ კი ჯვარი აქაურობას და ომი დაიწყებოდა, მხოლოდ იმ კრიტიკულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, ნაბადმოსხმული, თეთრ რაჟზე ამხედრებული და ხმალშიშველი, ყველას წაგვეძღვებოდა წინ ბრძოლაში. ან და უკან ტყეში პარტიზანული მოძრაობისთვის. ცოტას გადაუხვევდა წარმოვიდგენ სრულიად პასტორალურ სიტუაციას. კოჯრის უღრანდა გაუვალ ტყეში ღამით ანთია კოცონი. კოცონზე დიდ ქვაფში ტახი იხარშება. კოცონის გარშემო სხედან ლევ ტოლსტოისნაირი წვერიანი პარტიზანები და პარტიზანულ სიმღერებს ღიღინებენ. ამ დროს მათ უახლოვდება მთავარსარდალი ზურაბიშვილი, ჩაიცუცქება, გაზეთის ნაგლეჯში თუთუნს გაახვევს, ნაკვერცხლით მოუკიდებს, გააბოლებს და თავის მებრძოლებს დაელაპარაკება სრული ამ პარტაონობისა და მედიდურების გარეშე. მოუყვება რამდენიმე სურათს, ანუ ეპიზოდს თავისი ცხოვრებიდან, თუ როგორ შეხვედრია მაკკეინს, ორივე ჯორჯ ბუშს, ჟორჟ პომპიდუს, მარგარეტ ტეტჩერს, ფრანკლინ დელანო და თეოდორ რუზველტებს და ასე შემდეგ დედოფალ ვიქტორიამდე. პარტიზანები სულ განაბული უსმენენ. ამ დროს მათ თავზე მტრის სადაზვერო ავიაცია დაფრინავს, მებრძოლები კი თავის მთავარსარდალს საკუთარი სხეულით ფარავენ, რომ ღმერთმა არქნას და ასე შემდეგ. და იმას ვამბობდი, რატომ გვიყვება ესა თუ ის საინფორმაციო სამსახური, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებელი სალომე ზურაბიშვილის ფსევდოპოლიტიკური შემოქმედებითი მოღვაწეობის ამბებს. ვინ ადრეს სალომე ზურაბიშვილი? მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი, მეტი არაფერი. ანუ გამოდის, რომ ვიღაც სრულიად რიგითი სტიპენდიატის ცხოვრება შუქდება ყოველდღიურ რეჟიმში, თანაც რომ თქვა, რომ მისი გამოსვლები ეს მაღალი ინტელექტუალური, ფილოსოფიური, ანალიტიკური ტექსტებია? არა. ამას ვერ იტყვი. გადმოცემის მანერაც აქვს ისეთი, რომ ძლივს ხვდებით თუ რის თქმა სურს იმ ადამიანს, რომელსაც თავისი თავი დღესაც პრეზიდენტი გონია. არის ამაში ერთგვარი კლინიკა რა. და კითხულობ, რატომ ხდება ასე? კითხვა, რაზეც მე პასუხი არ მაქვს და განა მხოლოდ ზურაბიშვილის ყოველდღიური არაფრის მაქნისი ფუთფუთი იწევს ჩემში გაკვირვებას. ზურაბიშვილზე გაცილებით უფრო გამოუცნობია ჩემთვის ის, რომ როდესაც 40-მდე პროტესტანტი საღამოს რუსთაველის პროსპექტს ყვავებივით დაესევა ხოლმე და გადაკეტავს, ამის გაჩერება და აღმოფხრა რატომ არ ხდება და როდემდე უნდა გრძელდებოდეს ეს განუკითხაობა. ქალაქს რატომ უქმნიან ყოველდღე პრობლემას ეს უსაქმურები? მე ახლა ხელისუფლებას მივმართავ. თქვენ ხელისუფლებაო, იმ ერთი მუჭა აჟიტირებული ბეზდელნიკების უფლებას რომ იცავთ, ჩვენს უფლებებს რატომ არ იცავთ? და თუ იცავთ ჩვენს უფლებებს,
ძალიან არაქმედითად იცავთ. მოკლედ, კითხვებს რა გამოლევს და პასუხები კი ისევ არ ჩანს. პატრიცემულო ქართულო ოცნებაო. მესმის მსოფლიოში პერტრუბაციები ხდება, მსოფლიო იცვლება, მსოფლიო აქცენტებს ცვლის და ფასეულობების გადაფასება ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაბრჩენილებმა ვუყუროთ მათ და ველოდოთ ინსტრუქციებს ზემოდან. მოდი გვერდზე გადავდოთ ზურაბიშვილები, ის გაუგებარი დემონსტრანტები, ბალტიისპირა ქვეყნების მინისტრები და ჩვენი ქვეყანა ვაშენოთ ისე, როგორც ეს ჩვენთვის უფრო სარფიანი იქნება. და ყველა არაკეთილმოსურნეს კი კისერი უტეხია და ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრან. ვერ დაგვაჭრიან, რადგან ჩვენ მართლები ვართ და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, როგორც ამას სკოლაში გვასწავლიდნენ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.